ქრისტი, მოგიმზადე გრანდიოზული საჩუქარი, რომელიც ახლა გაწერია შუბლზე. და თუ გამოიცნობ 5 კითხვაში რა საჩუქარი გაწერია შუბლზე, ამ საჩუქარს გაჩუქებ, ერთად ვიჩუქებთ. დაჟე, აი, ამაზე დიდ მინიშნებას მე ვეღარ მოგწ. ვარდისფერის მარტი. ქრისტი, პირდაპირ პასუხი არ უნდა თქვა, ჯერ ერთი კითხვები უნდა დასვა. და კიდევ ერთხელ ითქვი ესე პასუხს და წააგე. კაი. ვარდისფერის მარტი არ არის. 4 კითხვა დარჩა, ავტომატურად ერთი მოგაგოლა. და ვარდისფერის მარტი მე არ მომწონს, ესე სიცოცხლე. კარგი. ტექნიკაა? ტექნიკა არ არის. დარჩა 3 კითხვა, ქრისტინე. 3 კითხვა. ანუ იმდენად კარგი რაღაცა არის, რომ სულ 5 კითხვა მოგეცი და აქედან რეალურად 2 კითხვა გაფლანგე არაფერში. ტექნიკა არ არის, არც ვარდისფერის მარტი არ არის. და საინტერესო, რა შეიძლება რომ იყოს? ანუ თვითონ რაც გაწერია, ეგ ნივთი არ არის. რაც მე მაწერია შუბლზე, ჭირდება? ჭირდება კი არა, ქრისტი, ყველა ადამიანს ჭირდება, ესე ვიტყვი და არავინ არ იტყოდა ამ რაღაცაზე უარს. ანუ მეც კი არ ვიტყოდი, მეც სიამოვნებით ეხლა თუ მოიგებ, შენთან ერთად გავიზიარებ მაგ სიხარულს. წნევის აპარატს? წნევის აპარატი გვაქვს. სამწუხაროდ, ამასაკში უკვე. ერთი კითხვა დამჭა და ვერ ხვდები. რა შეიძლება იყოს? მე და შენ. ეს მატერიალურზე არაფერზე არ იფიქრო რა, ანუ მატერიალური არ არის. რაც მე მაწერია, ძვირიანია? სხვათა შორის ძვირი არის და საბოლოო პასუხი მჭირდება. არ მაქვს. კაი, მინიშნებას მოგცემ. სხვა ქვეყანასთან არის დაკავშირებული. ვაიმე! მე მგონი ძალიან მომივიდა. იტალიაში უნდა წავიდეთ? საბოლოო პასუხია? ხო, იტალიაში და წავიდეთ მაკარონი და შევჭამოთ. სპაგეტი, წააგე. პიცა. ახლოს იყავი, მაგრამ წააგე. რატო მე ხო იტალიაში მინდა წასვლა? მაგრამ საფრანგეთში უნდა წასულიყავი, ქრისტინა. მე პარიზში არ მინდა წასვლა. რა მნიშვნელობა აქვს შენ გინდა თუ არა, მე მინდოდა. მაგრამ საფრანგეთში ვერ შენ გამოიცა. გინდა და ეგეთ რაღაც გემრიელი დესერტების ჭამა იქ პარიზში. ანუ არ გინდა. არა, როგორ არა, წავიდეთ. ვესად ვეღარ წახვალ, ქრისტი, იმიტომ რომ წააგე.